პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ამის მიუხედავად, მაინც გჯერათ, როდესაც ის გეუბნებათ, რომ მას მშვიდობა სურს. დიახ, მისი მჯერა. ჩვენ რუსეთთან საკმაოდ კარგი კომუნიკაცია გვაქვს. თუმცა კი ახლა ისინი საშინლად ბომბავენ უკრაინას. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის გაცილებით რთულია უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმოება. თანაც აღსანიშნავია, რომ მათ არ აქვთ დიდი არჩევანი. როგორც იცით, მომავალ კვირას საუდის არაბეთში შევხვდებით, რათა კონფლიქტის მოგვარების საბოლოო საკითხებზე ვისაუბროთ. უნდა აღვნიშნო, რომ უფრო მარტივია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, ვიდრე უკრაინასთან, რაც დიდი მოულოდნელობაა, რადგან რუსეთს უფრო მეტი მანევრირების სივრცე აქვს. ისინი ხომ უკრაინას ჯოჯოხეთურად ბომბავენ. მე რუსების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი პოზიცია დავიჭირე და ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ და უკრაინაც უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებში ჩართვას. მაიკლ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჟურნალისტებს აუხსნათ არსებული სიტუაცია. ის მთელი მსოფლიოს გარშემო დაფრინავს და ახლახან დავინახე, რომ ოთახის კარი შემოაღო. დიახ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ყველაფერი მკაფიოდ ახსნა. მან კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს აცნობა, რომ საბრძოლო შეტაკებები უნდა შეწყდეს. ორივე მხარე ვალდებულია დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ორივე მხარესთან პოზიტიური კომუნიკაცია გვაქვს და მათ აღიარეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეეძლო გაეკეთებინა. უაღრესად პოზიტიური პირველადი კომუნიკაცია ჰქონდა რუსეთთან. უკრაინელებს ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა მინერალების შეთანხმებით ერთმანეთთან შეეკავშირებინათ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. სამწუხაროდ ეს იდეა წარმატებით არ განხორციელდა, თუმცა ვფიქრობთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. სახელმწიფო მდივანი რუბიო, მე და უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე ვისაუბროთ და მშვიდობას ჩავუყაროთ საფუძველი. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ორივე მხარეს სურს კონფლიქტის დასრულება. ფიქრობ, მე რომ არ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ამ ომს დასრულების შანსი არ ექნებოდა. ნულოვანი შანსი. ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ. ისინი კვირაში საშუალოდ 2000 ჯარისკაცს კარგავენ. ეს ძალიან დიდი რიცხვია. მეთანხმებით, პიტერ? დიახ, გეთანხმებით, ბატონო პრეზიდენტო. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი პუტინი სარგებლობს იმით, რომ ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო და სამხედრო დახმარება შეუწყვიტა? გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ის იმას აკეთებს, რასაც ყველა გააკეთებდა. მას სურს ომის დასრულება. თუმცა ახლა ის უკრაინას უფრო უხეშად ეპყრობა, ვიდრე მანამდე და მიმაჩნია, რომ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. პუტინს სურს ომის დასრულება და ვფიქრობ, უკრაინასაც ეს სურს. თუმცა კი მათგან ამის საკმარის სურვილს ვერ ვხედავ. ისინი სასტიკად ისჯებიან და მათი ლოგიკა ჩემთვის გაუგებარია. მაიკლ, რა სიტყვით მხარეებს შორის ომის დასრულების ნებაზე? დიახ, ბატონო პრეზიდენტო, მართალი ბრძანდებით. რუსებსაც საოცრად დიდი დანაკარგები აქვთ ფრონტზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ომი ნამდვილი ხორცაკებია. ის ანადგურებს ხალხს, ინფრასტრუქტურას, რესურსებს, ფულს და არავის აქვს ომის დასრულების გეგმა. ყველას მისი სამუდამოდ გაგრძელება სურს. დავამატებდი, რომ პრეზიდენტი ტრამპი სხვადასხვა ლიდერს შეხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს. მომავალ კვირას ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს ველოდებით. ასევე მომავალ კვირას უკრაინის დელეგაციას ხვდებით. უკვე შევხვდით რუსებს და ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთ თვეში მოხდა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ სამუშაოს მისი ლიდერობით და გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელიც ხელთ გვიპყრია, რათა ორივე მხარეს ვაიძულოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ამას შეძლებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო და ის არც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.